უპრეცედენტო სკანდალში გახოლ მსოფლიო ვარსკვლავს ბრალი დაუმძიმდა თეთრი წვეულებების შემოქმედს, ფაფდედის შავ საქმეებს, პროსტიტუციისა და სექსუალური ტრაფიკინგის ახალი ეპიზოდები დაემატა. ბრალდებაში წერია, რომ ცნობილმა რეპერმა ახალგაზრდა გოგონები მოტყუებით წაიყვანა უცნობ ადგილზე და მათ პროსტიტუციაში ჩართვა აიძულა. თუკი მანამდე შეერთებული შტატების სასამართლო 2007 წლიდან 2018 წლამდე მომხდარ დანაშაულებს სწავლობდა, ახალი ბრალდება 2024 წლამდე ჩადენილ ქმედებას ეხება. ანონიმური მოწმების რაოდენობა იზრდება. სასამართლოს ხდომა, რომელზეც ჰოლივუდის ვარსკვლავების სავარაუდო მსხვერპლებს დაკითხავენ, დახურული იქნება. კაცრად გასაიდუმლოებულია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ფაფდედის წინააღმდეგ ამერიკული სასამართლოს წინაშე წარსდგება. სასამართლო პროცესის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ბრუკლინის ციხეში მყოფ შონ კომპსის, იგივე ფაფ დიდის ორი ახალი ბრალდება წარუდგინეს. საქმეს სექსუალური ტრაფიკინგისა და პროსტიტუციის რამდენიმე ახალი ეპიზოდი დაემატა. ამ დრომდე არსებული ბრალდებები 2007-დან 2018 წლამდე პერიოდს მოიცავდა. ამჯერად კი ფაქტები 2021-დან 2024 წლამდე გამოვლენილ დანაშაულს ეხება. ახალი ბრალდების მიხედვით, ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავმა მსხვერპლები მოტყუებით გასაიდუმლოებულ ადგილზე წაიყვანა და პროსტიტუციაში ჩართვა აიძულა. რეპერის ადვოკატები უარყოფენ, რომ დაზარალებულები სექსუალურ ორგიებში იძულებით მონაწილეობდნენ. ეგრეთ წოდებული ახალი დაზარალებულები არიან იგივე პიროვნებები, ყოფილი პარტნიორები, რომლებიც იყვნენ ჩართულნი კონსენსუალურ ურთიერთობებში. ეს იყო მათი პირადი სექსუალური ცხოვრება, დაფუძნებული თანხმობაზე და არა იძულებაზე. უკვე ცნობილია, რომ ნაფიც მსაჯულებს ფაფ დიდის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს რეპერის ყოფილი მეგობარი ქალი, კესი ვენტურა. მუსიკოსი მას 2007 წლიდან 2018 წლამდე ხვდებოდა. ამ ეპიზოდში რეპერის წინააღმდეგ მეტყველებს ის სკანდალური კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ფაფ დიდი პარტნიორს. ეს ვიდეო საქმეში მთავარი მტკიცებულებაა. კესი ვენტურამ მოძალადე რეპერს ჯერ კიდევ 2023 წელს უჩივლა, თუმცა მოულოდნელად სარჩელი უკან გაიხმო. მანამდე კი გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერდა: წლების დუმილისა და სიბნელის შემდეგ საბოლოოდ მზად ვარ მოვყვე ჩემი ამბავი და ვილაპარაკო ჩემი სახელით. იმ ქალების დასაცავად, რომლებიც ძალადობას განიცდიან თავიანთ ურთიერთობებში. დახურულ სხდომაზე დაკითხავენ კიდევ 3 სავარაუდო მსხვერპლს, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს. მათი ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ანონიმურ მოწმეებს შორის იყო ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ლეგენდარულმა მუსიკოსმა ის 13 წლის ასაკში გააუპატიურა. დანაშაულის თანამონაწილედ ასახელებდა ჯეიზის სახელით ცნობილ მომღერალს, შონ კარტერს. დაზარალებულმა რამდენიმე დღის წინ სარჩელი უკან გაიხმო. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ვინაობის გამჟღავნების და მედიაში მოსალოდნელი აჟიოტაჟი შეეშინდა. ფაფ დიდის და ჯეიზის ადვოკატები ამ ფაქტს სამართლებრივ ბრძოლაში პირველ გამარჯვებად მიიჩნევენ. ეს იყო ბატონი კარტერის, იგივე ჯეიზის წინააღმდეგ სამოქალაქო შეთქმულება, რომელიც ცხადია ამ შედეგისთვის იქნებოდა განწირული. ჩვენ ეგრეთ წოდებული დაზარალებულის ადვოკატის წინააღმდეგ აღძრავთ საქმეს ცილისწამებისა და გამოძალვისთვის. მან დიდი ფული მოითხოვა, რათა ჯეიზის არ გაერისკა საკუთარი მომავლითა და კარიერით. თუ ფულს არ მიიღებდა, იყო მუქარა, რომ სარჩელს შეიტანდნენ არასრულწლოვნობის პერიოდში გაუპატიურების საქმეზე. ეს ასეც მოხდა და ცხადია, სრული ცილისწამებაა. საჯარო და ანონიმურ მოწმეთა სიაში სავარაუდოდ ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავია. მათ შორის ბიონსე, აშერი, ჯენიფერ ლოპესი, გლორია და ემილიო ესტეფანები. მედიაში აქტიურად საუბრობენ ჯასტინ ბიბერზე, რომელსაც ფაფ დიდი კარიერის განვითარებაში დაეხმარა. პრესა აქტიურად წერს, რომ ჯასტინ ბიბერი იქნება ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რადგან ის ჯერ კიდევ არასრულწლოვნობის ასაკში გახდა რეპერის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. მედია წერს, რომ გახმაურებული სასამართლო პროცესის მოახლოებასთან ერთად ჯასტინ ბიბერი სულ უფრო ნაკლებად ჩნდება საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში წვდომად შესხუდა. ეგრეთ წოდებულ თეთრ წვეულებებს შონ კომპსის, იგივე ფაფ დიდის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ცენტრალური ადგილი უკავია.
ბრალდების მიხედვით, წვეულებების მონაწილე ქალებს და ზოგჯერ კაცებს სექს მომსახურებას აიძულებდნენ. მეგავარსკვლავი, რომელიც უმძიმესი ბრალდებებით სექტემბერში დააკავეს, დღესაც ამტკიცებს, რომ წვეულებებზე სექსუალური კავშირები ნებაყოფლობით ან რომანტიული ინტერესით ხდებოდა და გაუპატიურებებს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ უბრალოდ არ ვაღიარებთ დანაშაულს. სასამართლოს მივაწვდით დეტალურ ფაქტებს, კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც ძირს უთხრის ბრალდების თეორიას. საქმის მასალებით კი გინდება, რომ ფაპტიდის წვეულებებზე სტუმრებს სასმელში დაუკითხავად უყრიდნენ ნარკოტიკებს. ხშირად გაუპატიურების მომენტში იღებდნენ ვიდეოებს, რათა მსხვერპლს ვიდეოს გავრცელების შიშით სასამართლოში არ ეჩივლა. გამოძიების ვერსიით დანაშაულში რეპერის კომპანიის ათობით თანამშრომელი იყო ჩართული. ყოველწლიურად ფაპტიდის წვეულებებს უამრავი ცნობილი სახე და ჰოლივუდის ვარსკვლავი ესწრებოდა, თუმცა ვინ მონაწილეობდა თეთრი წვეულებების შავ საქმეებში, ჯერ კიდევ გამოძიების საგანია. ფუფუნებაში მცხოვრები ცნობილი მუსიკოსის გარეგნობას ციხის კედლებმა კვალი უკვე დაატყო. გავრცელდა ჩანახატი ერთ-ერთი ბოლო სასამართლოს ხდომიდან, სადაც 3 გრემის მფლობელის ნაცვლად დარბაშიზის გამხდარი ჭაღარა მამაკაცი. ამ პროცესზე სასამართლოში დამოუკიდებლად განიხილებოდა რეპერის მიმართ წარდგენილი კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც შრომით ექსპლუატაციას უკავშირდება. სასამართლოში იმყოფებოდნენ მუსიკოსის ოჯახის წევრებიც, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. იციან, რომ 55 წლის მუსიკოს მთავარი სამართლებრივი დრამა ჯერ კიდევ წინ აქვს. თარიღი უკვე ცნობილია. ნაფიცი მსაჯულები პირველად 12 მაისს შეიკრიბებიან და ოფიციალურად გაიხსნება საქმე, რომელიც მსოფლიოს სამუსიკო სამყაროს ამ დრომდე არასდროს უნახავს.